მოგიძლიათ მეგობრებო, ჩვენ მეოთხე თავის ამოცანების გარჩევას და ჩვენ ახლა 471-დან უნდა შევდიოთ მაგალითებს. ნუ, თანხმდებით, რომ შემოკლებული გამრავლების ფორმულები ვიცით. მოდი უცებ ჩამოვწეროთ მაშინ რა შემოკლებული გამრავლების ფორმულებზეა საუბარი. პირველი ეს არის შეუღლებულების ნამრავლი მეგობრებო და რას უდრის შეუღლებულების ნამრავლი, ესა კვადრატების სხვაობის ტოლი. მეორე, ჩამის კვადრატი, ესა a კვადრატს პლუს 2ab პლუს b კვადრატი, სხვაობის კვადრატი, ესა a კვადრატს გამოკლებული 2ab დამატებული b კვადრატი, მრავალწევრის კვადრატი a პლუს b, მოდი პირობითად მინუს c იყოს, რას უდრის ეს თითეული წევრის კვადრატს დამატებული გაორკეცებული ნამრავლები თითოეული ყოველი წყვილის. ნუ AB-ს გაორკეცებული ნამრავლი არის დადებითი 2AB, AC-ს, რადგან დადებითი AC უარყოფითი მინუს 2AC იქნება და BC-სიც იქნება მინუს 2BC, ანუ ყოველი წყვილის გაორკეცებული ნამრავლი. შემდეგ, ჯამის კუბი, ეგ არის მეგობრებო, პირველი წევრის კუბს დამატებული გასამკეცებული ნამრავლი პირველი წევრის კვადრატისა და მეორე წევრის გასამკეცებული ნამრავლი პირველი წევრისა და მეორე წევრის კვადრატის და დამატებული მეორე წევრის კუბი. და მეგობრებო, სხვაობის კუბი, ეს არის a პლუს მინუს 3a კვადრატ b პლუს 3a კვადრატი მინუს b კუბი. კუბების სხვაობა და ჯამი, ხო, კუბების ჯამი, ეს არის ჯამი გამრავლებული a კვადრატს მინუს ab პლუს b კვადრატზე და ეს არის კუბების სხვაობა. მეგობრებო, a-ს მინუს b გამრავლებული a კვადრატს პლუს ab პლუს b კვადრატზე. ნუ კიდევ ორი პატარა ფორმულა შეგვიძლია ვთქვათ, an მინუს 1, ეს a მინუს 1 გამრავლებული an მინუს 1 პლუს an მინუს 2 პლუს და ასე შემდეგ პლუს a პლუს 1 და თუ n კენტია, ამ შემთხვევაში კენტი უნდა იყოს, მაშინ an პლუს 1 იშლება a პლუს 1 ჯერ an მინუს 1 მინუს an მინუს 2 პლუს an მინუს 3 მინუს და ასე შემდეგ პლუს 1. ნუ ამ ფორმულების დასაბუთებაზე შეიძლება მე ვისაუბროთ, ნახოთ. თუ არ დაგჭირდა, ვისაუბრებ პროგრამული არ არის, მაგრამ საინტერესო მომენტია მაგალითად გეომეტრიული პროგრესიის პირველი n წევრის ჯამის ფორმულის დასაბუთებაში გვადგება და თუ ვერ იმახსოვრებთ ფორმულას, შეგიძლიათ ამის დახმარებით ყოველ ჯერზე დავამტკიცოთ. ახლა რა ხდება? ამ ფორმულების დახმარებით, მეგობრებო, ჩვენ სხვადასხვა სიტუაციებში გარკვეულ მანიპულაციებს ვატარებთ, დავშლით მომრავლებად, გარდაქმნით გამოსახულებებს და სასურველ მიზნამდე მივაღწევთ. აი თუნდაც 71-ში, მოდი გავაკეთებ პირველივე, მოცემული წილადი უნდა შევკვეცოთ. ახლა აქ მოდი ერთ გავრცელებულ შეცდომაზე ვისაუბროთ, მეგობრებო, ძალიან სულ შეცდომაზე. მაგალითად a პლუს b რომ არის და სიტყვაზე ვთქვათ a მინუს b და b-ს აბათილებენ, ან ას და ას. ეს კატასტროფა, არ შეიძლება ეს. უნდა გვესმოდეს, მეგობრებო, რომ წილადის ხაზი ხო გაყოფა და აი a პლუს b რომ გავყოთ a მინუს b-ზე, ფაქტობრივად ეგ ხო ფრჩხილის გახსნა. ანუ გამოდის, რომ a-მე უნდა გავყო a მინუს b-ზე და b-ც უნდა გავყო a მინუს b-ზე. აქ a არ იყოფა ცალკე აზე, არა. b არ იყოფა ცალკე b-ზე, არა. თითოეული უნდა გავყოთ, ანუ ფაქტობრივად წილადის გაწყვეტაა ეგ, ხო? ანუ a პლუს b შეფარდებული a მინუს b-სთან სწორი იქნებოდა თუ დავწერდით, რომ a შეფარდებული a მინუს b-სთან დამატებული b შეფარდებული a მინუს b-სთან ასეთი რეალობა გვექნებოდა. კარგი. ახლა დავაკვირდეთ ჩვენ სიტუაციას. ნუ, ახლა წილადის გაწყვეტა ხო სიგიჟეა. შეკვეცასთან გვიდა.
არ არის რამე დიდ კავშირში. ერთი არის, რომ ზემოთაც გადავაქციო ნამრავლად, ქვემოთაც გადავაქციო ნამრავლად და იქნება რაიმე საერთო თანამამრავლი გქონდეთ და გავყო რიცხველი დამნაშველი მასა. ახლა ბევრი დიდი თვალიერება არ ჭირდება, რომ ეს და ეს უკვე რაღაც ფორმულაა, ხო? ეგ არის a + b კვადრატი. მეგობრებო, იმდენი უნდა გქონდეთ უკვე დავარჯიშები, რომ ასეთ სიტუაციაში დაინახოთ ჯამის კვადრატი. და c კვადრატი ჩვეულებრივად გადმოვიტანოთ აი ეს მინუსით. ანალოგიურად a, c და 2ac აქ a + c-ს კვადრატს ქმნის და b კვადრატი არის მინუს b კვადრატი. თუ ჩემი რჩევა გაიზიარეთ და თოფურიაში იმუშავეთ სათანადო მაგალითებზე, არაერთი აი რიცხველისნაირი ან ცალკე მნიშვნელისნაირი მაგალითია იქ და შეგიძლიათ უკვე დაყვალიანდეთ და ნახოთ, რომ ეს კვადრატები სხვაობად იშლება, ანუ a + b-ს გამოაკლდება, ანუ შეუღლებულების ნამრავლად. გამოაკლდება c და a + b-ს დაემატება c. ახლა შეიძლება ვინმე გააპროტესტოთ, რომ აქ ფრჩხილების შიგა ფრჩხილებს აი აქ რა აზრი აქვს, ხო? არაფერი არ იცვლება მათი არ მონაწილეობით, მაგრამ აი თვალისთვის მგონია რომ კარგია. პირველ ეტაპზე მithumetes. a + c-ს მინუს b დაიშლება მნიშვნელი, გამრავლებული a + c + b. და თუ დააკვირდებით მეგობრებო, ახლა აქ a + b + c აი აქაც ეს შიგა ფრჩხილი რომ გაგვეხსნა და a + c + b ანუ იგივე არის აქაც და რიცხველი და მნიშვნელი თუ ერთი და იგივე თანამამრავლს შეიცავს მეგობრებო, თავისუფლად შეგვიძლია ისინი ერთმანეთზე გავყოთ. და რა დაგვრჩა? მოდი ეგ შიგა ფრჩხილი უკვე აზრი აღარ აქვს, მოხსნათ a + b + c და a + c - b. მეგობრებო, ორჩა დამთავრდა ეს არ იკვეცება, თუ ამშვიდად არ არის ერთი და იგივე რიცხველი და მნიშვნელი, არც მომრავლებად დაიშლება და უნდა დავტოვოთ ასე. მოდი მეორე მაგალითსაც შევტან და წავშლი ამას მთლიანად გავასუფთავებ ახლა. ნომრის ხელახლა გადაწერა დიდ ტვირთსაც წარმოადგენს და მთლიანად ერთ მაგალითს დააკვირდებით ხოლმე, რასაც მონიტორზე ვწერთ ჩვენ. m კვადრატი n-ს დამატებული m კვადრატი დამატებული m კუბი. უნდა დავშალოთ ახლა ცხადია, მოდი რიცხვებს ჯერ შევეხებით m + n-ის კუბი იყოს და აი ნიშნაში ძალიან ისეთი თემა ახლა m-ის გატანა შეგვიძლია და მოდი გავიტანოთ. რა დარჩება? პირველი რომ გაიყოფა m-ზე იქნება 2m-ი, მეორე რომ გაიყოფა m კვადრატი, მესამე რომ გაიყოფა m კვადრატი, ხო? უი, ნიშნაში რა გამოვიდა? m-ი გამრავლებული, ეს ხომ m + n-ის კვადრატია. კი ბატონო, ზემოთ არის m + n-ის კუბი, კუბი კვადრატი შეკვეთს და გამოდის მეგობრებო m + n-ი შეფარდებული m-თან. აი მედია ახლა ამასთან არ შეკვეთს და არ გინდათ ვისაუბრე რომ დიდი და დანაშაულია სირცხვილია, სამწუხაროდ ზოგიერთი აკეთებს, მოდის და დიდი არგუმენტაცია ახლა ისე, მაგრამ მაინც აკეთებენ, ჩვენ არ დავუშვებთ, ხო? მოდი გავაკეთოთ ახლა ეგ სწორია. მოდი არ გინდა რა მისამე დაჯგუფებაზეა, ძალიან სადაა, მარტივია. აი მეოთხე მოდი აიუსებ დავწეროთ x კუბს მინუს 4x კვადრატი, აქ უბრალოდ ერთი დეტალის აღნიშვნა მინდა რომ გავაჟღერო ერთად. აი მოკლედ x მინუს 2-ის კვადრატი იქნება თუ 2 მინუს x-ის კვადრატი. ეგ არა განსხვავება ერთი და იგივე, იმიტომ რომ x მინუს 2 და 2 მინუს x მოპირდაპირე რიცხვებია. და შესაბამისად მეგობრებო მოპირდაპირე რიცხვის კვადრატები, ანუ შე მინუს 5 აიყვა კვადრატში თუ 5 აიყვა კვადრატში, ეგ ერთი და იგივე რიცხვია, ხო? ანუ თუ მოგივა თქვენ x კვადრატს მინუს 4x პლუს 4 ასეთი გამოსახულება, თავისუფლად შეგიძლიათ ასეც დაახურდაოთ და ასეც, სულ ერთია. კარგი. ახლა გავაგზავნოთ ჩვენი მაგალითი მეოთხე. x თუ გავიტანეთ რიცხველიდან, რიცხვაში დარჩებოდა x კვადრატს მინუს 4x პლუს 4 და ნიშნაში არის 2 მინუს x-ის კუბი.
ნუ ზემოთ ბუნებრივია ახლა ბევრი დაწერდა რომ ესა x-2-ის კვადრატი, ხო, აი ეგ გამოსახულება. და 2-x-ის კუბია ქვემოთ. და არ არის სავალდებულო მეგობრებო მნიშვნელიდან მინუსი გაიტანოთ. აი x-2-ის კვადრატი ხო იგივე 2-x-ის კვადრატია. ამიტომ თავისუფლად შემიძლია ამის მქონეთ აი ეს დავწერო. მაშინ ეს კუბი შეიკვეცება ამ კვადრატზე და გვჩება x-ი შეფარდებული 2-x-თან. ნუ იმედია გეტა პრობლემა არ არის ეგ. მოდი ახლა შევუტიოთ 4-62-ს. რა გვჭირდება ახლა აქ? რამდენიმე მაგალითია და ნუ ნახოთ ახლა რომელიმე შეიძლება გამოვტოვოთ. მოდი პირველი ჯერ ნახოთ რა ხდება. აი კითხვა არის ეს, მოდი ჯერ პირობა დავწეროთ. a + b არის 3 მეგობრებო. a კვადრატს მინუს b კვადრატი არის 12. და გთხოვენ ახლა ჩვენ აქ a მინუს b ვიპოვოთ. მგონია რომ ძალიან ყველა მიხვდებოდით ახლა აქ რა ხდება. უცებ დაშალეთ a კვადრატს მინუს b კვადრატი ეს ვარი a მინუს b ჯერ a + b შემოღლებულების დავდავოთ, ხო 12-ია. და თუ a + b მეგობრებო 3-ია გამოდის რომ ესე იგი a მინუს b ჯერ 3 არის 12-ის ტოლი. ახლა საკმაოდ აქტიურად ვიყენებ უკვე განტოლებაში, აი განტოლებათა სისტემის მახასიათებელ მომენტებს, მაგრამ ახლა უკვე ვაძლევთ ჯერეთი განტოლებათა სისტემად ფორმალურად არ ვიხილავთ ახლა მას ჩვენ პირობად კი ვიყენებთ. მაგრამ უკვე გამოცდილება გვაქვს ჩვენ სხვადებზე ურთიერთობის, იგულისხმება რომ a მეოთხე თავის a კატეგორია თქვა დამუშავებული გაქვთ, ან სხვა სახელმძღვანელოდან გავლილი გაქვთ რა ეს ცვლადებზე მოქმედებები და შეგიძლიათ თვალი შეგუებულია, შეჩვეულია და ახლა a + b-ს მაგალითად 3-ის ჩასვა აქ დიდი დასანახი და პრობლემა არ იქნებოდა. მით უმეტეს აქ 3 გადავა გაყოფით 4 დარჩება და a მინუს b გამოვიდა 4-ის ტოლი მეგობრებო. კარგი. თითქმის იგივეა ოქროები, აი აქაც ანუ 16y კვადრატი დაიშლებოდა 4y მინუს 3x-ი 4y პლუს 3x-ი უდრის 10. აი აქედან მეგობრებო 3x მინუს 4y თუ 5-ია, მაშინ 4y მინუს 3. აი ხო მოპირდაპირ რიცხვი ამის, ან ეგ მინუს 5 იქნებოდა და შესაბამისად 4y პლუს 3x-ი დარჩებოდა 10 რომ გაიყოფოდა მინუს 5-ზე მინუს 2 რა. არ გვინდა ახლა ეგ. მოდი ვნახოთ რას გვთავაზობს 4-62-ის მესამე. მესამეში რა ხდება? ესე იგი ვიცი ჩვენ რომ 4y კვადრატს მინუს x კვადრატი არის 20, 2y პლუს x-ი არის 5 და გვჭირდება x მინუს 2y-ის კვადრატი, ხო? ნუ ბევრს ვიფიქრებ თუ ცოტას ამას უცებ დავინახავთ აქ მეგობრებო ჩვენ რომ ესა 2y მინუს x ჯერ 2y პლუს x-ი ეგ არის 20-ის ტოლი. 2y პლუს x-ი მეგობრებო 5-ია, ანუ აქედან გამოდის რომ 2y მინუს x ჯერ 5 ეგ არის 20. და 2y მინუს x-ი უდრის 4-ს, მაგრამ x მინუს 2y-ის კვადრატი იგივე 2y მინუს x-ის კვადრატი არ იქნება? ანუ 4-ის კვადრატი, ესე იგი 16. ნუ იმედია ეს გაიგეთ, პრობლემა არ არის. მოდი ვნახოთ ახლა რას გვიმზადებს ჩვენ. პრინციპში მეოთხეც შეიძლება ვნახოთ. ანუ ვიცით a + b-ს კვადრატი მეგობრებო არის 15, ab არის 3 და გვეკითხებიან a კვადრატს პლუს b კვადრატს, ხო? ეგეც ძალიან მარტივია, დავშლიდით a + b-ს კვადრატს ანუ ჯამის კვადრატად, a კვადრატს პლუს 2ab პლუს b კვადრატი ეგ არის 15. ab-ის კვადრატს ჩავსვამდით 3-ს, ანუ აქ იქნებოდა a კვადრატს პლუს 2 ჯერ 3 პლუს b კვადრატი უდრის 15 და ანუ a კვადრატს პლუს b კვადრატი იქნებოდა 15 მინუს 2 ჯერ 3 6 ანუ 9 და შესაბამისად პასუხი არის 9. იგივე არის ოქროები მეხუთე და აღარ ღირს ამის გარჩევა. და
მეექვსეც პრინციპში იგივე, მოდი ვნახოთ სხვა მაგალითები თუ სხვა გავაკეთოთ და თუ ბოლო მაგალითია მეექვსე, ბოლო მაგალითი ყოფილა, კაი, მოდი მეექვსე გავარჩევთ მაშინ 62-ს. 4-62-ის მეექვსე. აი აგერ ვართ. ესე იგი რა ხდება ახლა? ჩვენ ვიცით რომ 2x - y-ის კვადრატი მეგობრებო ეგ არის 4. ვიცით მეგობრებო რომ 4x კვადრატს პლუს y კვადრატი ეგ არის 20 და გვეკითხებიან x-ს. აქაც მარტივად კვადრატში ავიყვანთ სხვაობას, ესა 4x კვადრატს მინუს 4xy პლუს y კვადრატი უდრის 4-ს. მერე 4x კვადრატისა და y კვადრატის მანდვილად შევიტანდით 20, ანუ 20 მინუს 4xy უდრის 4-ს. შესაბამისად, რა უნდა გამოაკეთდეს ახლა 20-ს რო 4 მივიღოთ, ესე იქ 16, ხო? ანუ 4xy უდრის 16 და შეიკვეცებოდა და xy უდრის 4-ს. ნუ ასეთი ამბავი იქნებოდა. მოდი დავაკვირდეთ ახლა 63-ს. რა გჭირდება 63-ში? ესე იგი 2a-ს მოდი პირველი განვიხილოთ, გამოკლებული b შეფარდებული b + 2a-სთან გვაინტერესებს რას უდრის ეს თუ a უდრის 2b-ს. თუ ახლა კლასიკური გამოსახვა ჩასვლის თემაა, თუ მეგობრებო, ზოგადად ახლა პრობლემების გადაწყვეტაში არსებობს სხვადასხვა მიდგომა და ზოგიერთი მათგანი ერთადაც გამოიყენება, შეგვიძლია ცალკე გამოვიყენოთ და ერთ-ერთი მიდგომაა მეგობრებო, პრობლემის გამარტივება. ანუ შენ მარტივ დონემდე გაქავს, ანუ ესე იგი სირთულის ხარისხს ამცირებ. ახლა ჩვენ შემთხვევაში ეგ რა არის? თუ ვთქვათ 4 ცვლადიანია განტოლება, რაღაც პირობები, შენ უნდა ცადო რომ ეს სიტუაცია დაიყვანო 3 ცვლადიანამდე. ნუ როგორ ხდება ახლა ეგ ძირითადად დანარჩენი 3 ცვლადით ხდება ერთი კონკრეტული ცვლადის გამოსახვა. 2 ცვლადიანია, მოდი დაიყვანე 1 ცვლადიან სიტუაციამდე და ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცოდით ერთი ცვლადი მეორეთი როგორ გამოისახებოდა და ასმაგივრად შეგვიძლია 2b ჩავსვათ, ხო? ანუ ჩვენი გამოსახულება მიიღებს რა სახეს? ანუ 1 ცვლადამდე დავიდეთ. 1 ცვლადამდე დაცვლა კარგი სტრატეგია, კარგი დაგეგმა მომის. ზემოთ 4b-ს გამოაკდებოდა b 3b არის, ქვემოთ 5b არის, b შეიკვეცებოდა მეგობრებო და პასუხი დარჩებოდა 3/5. კარგი, 3/5. როგორ გაკეთებოდა ახლა ვთქვათ მეორე. am კვადრატს პლუს am კვადრატს მინუს 2am. a ვიცით არის 3 და m ვიცით არის m + 5. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩავსვათ ახლა ეს, მაგრამ ხომ არ არის საშუალება, რომ ცოტა გავემარტივოთ საქმე. უი, კი, ნახეთ. ანუ m-ის მაგივრად შეგვეძლო პირდაპირ m + 5 ჩაგვისა, მაგრამ ას მაგივრად 3. არ იჩქაროთ ხოლმე. ეცადეთ გამოსახულება, ნუ უკვე დაგროვილი ცოდნის მიხედვით, გამრავლებად დაშლა იცით, შემოკლებული გამრავლების ფორმულები იცით, დაშალოთ, ანუ გავდაქმნათ. a გადის ფრთხილებს გარეთ m კვადრატს პლუს m კვადრატს მინუს 2m-ია ოქროები და ეს m კვადრატს პლუს m კვადრატს მინუს 2m-ი ეს არის ოქროები m პლუს n-ის კვადრატი. ნუ გამრავლებული m პლუს n-ის კვადრატზე. ამ ბოდიში მინუს, ხო? m მინუს n-ის კვადრატზე. ავიცით არის 3 და m მინუს n ვიცით, კი, რა თქმა უნდა, აი აქედან მარტივი საჩვენებელია, რომ m მინუს n არის 5-ის ტოლი. ძალიან კარგი. ანუ 5-ის კვადრატი, ესე იქ გამოდის 75. კარგი. მოდი ნახოთ ახლა ხდება მესამეში. მესამეც, ნუ პირველი მსგავსია. აქედან ოქროები a სხვა ფერს ავიღებ. აი აქედან a ზემოთ ტექსტში ვწერ, მეტი ახედავთ. უდრის b გადავა. ანუ რაზე უნდა გაყო ახლა a რო 3 მიიღო, უბრალოდ
ესე იგი A B-ზე სამჯერ მეტია და უდრის 3B-ს და ჩასვამდით ახლა 100 მაგივრად, აი აქ 3B-ს და შესაბამისად დაწერდით შემდეგ პასუხს. კარგი მეგობრებო, ცილებს გარეთ გავიდოთ და 4-დან ვიმუშავებთ. რა შეიძლება, ეგეც იგივეა, ოქროები აქაც უბრალოდ ახლა პროპორცია თუ გახსოვთ, ჯვარედინი წევრების ნამრავლი ერთმანეთსტოლიან და შეიძლება აქედან მარტივად მივხვდეთ, რომ 2x არის y-ის ტოლი, ანუ y არის 2x და უჩასვათ y-ის მაგივრად 2x და დააკვირდეთ სიტუაციას რა იქნება. კარგი, ეგ ბევრი არაფერი. მოდი ჩვენ 64-ში შევუტიოთ. აბა, 64-ში რამდენიმე კალამზე გადავთოთ. რამდენიმე ნომერია. მოდი პირველი ვნახოთ რა სიტყვობს. ესე იგი, უნდა გამოსახეთო, ხო? უნდა გამოსახოთ. მოდი წავიკითხოთ კარგად. y ცვლადი აი ამ გამოსახულებიდან, ანუ x - 2-ჯერ y + 4 უდრის 15-ს, ხო? უნდა გამოსახოთ y ამ გამოსახულებიდან და აბა მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება. აქ ჩვენ განტოლებას ტონობასთან ურთიერთობის საკითხები ჯერ არ გვაქვს მოგვარებული, მაგრამ იმდენად ხშირად გამოვიყენეთ უკვე ალბათ არ გაგიკვირდება თუ ვიტყვი რომ y თუ გინდათ გამოსახოთ, y-ის შემცველი გამოსახულება მოდი დავტოვოთ ცალკე, y + 4. აქ რა იქნება? მაშინ მეორე გადავაკაყოფით და y ტოლი იქნება 15 შეფარდებული x - 2 გამოკლებული 4. შეგიძლიათ ეგ გაიც მნიშვნელოვნად დაისაწეროთ, მაგრამ ასეც მიდის. აი ბატონო, და ახლა რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ მოდი მეორეც გავაკეთოთ. x² ჯერ k-ს მინუს k + 1 ჯერ x-ი - 4 უდრის 0-ს. აი აქ როგორ უნდა გამოსახოთ ახლა? კაცვლადი უნდა გამოსახოთ. აი კაცვლადი რომ გამოსახოთ, ოქროები k-იანი წევრები ერთად უნდა დავაჯგუფოთ, აი k-ს შემცველი წევრები. ამიტომ მოდი ახლა აქ ჩხილი გავხსნათ, ესე იგი x² k ჯერ მინუს k ჯერ x-ი, მერე მინუს 1 ჯერ x-ი, plus x-ი და მინუს 4. არის 0. მოდი k-ს შემცველი წევრები დავალაგოთ ერთად, რომ k ჯერ x² მინუს k ჯერ x-ი ერთად იყოს და ესენი იქით გადაუშვათ 2. x + 4. k გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, x² მინუს 1-ია. დავართ. ხო, გადავიდა აქეთ. ის და 4-იც. და ახლა k-ზე მე ცალკე მინდა ინფორმაცია, ამიტომ ის უნდა გავმიჯნო ყველაფერი სხვისგან და ეგ როგორ მოხდება ამ მხარეში? k-ს თუ გავიტან ჩხილებს გარეთ. x² მინუს x-ი არის, და x + 4 და შესაბამისად k უდრის x + 4 შეფარდებული x² მინუს x-თან. თქო, მეგობრებო, აქ x² მინუს x-ი არ უნდა იყოს 0-ის ტოლი და შეგიძლიათ შეამოწმოთ ახლა ჩაასვათ. არა, ხო, პრინციპში k პარამეტრიანია. აკეთოთ მაინც ის დათქმა, რომ არ უნდა უხდეს 0-ს. და k გამოსახული იქნება. კარგი, მესამეც იდენტურია, არ გვინდა ახლა. ჯერ ჩხილს გავხსნით, x-ი ან წევრებს ცალკე გამოყოფთ, ყველაფერს სხვას იქით გადაიტანით და ასე იმუშავებთ. ახლა რაც შეეხება მეოთხე ნომერს, ესე იგი 1 შეფარდებული x + 1 შეფარდებული y + 1 შეფარდებული z.
და z უნდა გამოვსახოთ. და შეგვიძლია გავაკეთოთ. ალბათ ყველაზე მარტი იქნება თუ ამას გადაიტანთ აქეთ გამრავლება. ანუ ერთი ტოლი იქნება გახსოვდეთ მეგობრებო ასე რომ არის მაგალითად b შეგიძლია გაყოფის ნიშნულშიაცა ის გამრავლებით გადავიდეს ტოლობის მეორე მხარეს. ნუ რატო? იმიტომ რომ თქვენ შეგიძლია ტოლობის ორივე მხარე გამრავლოთ a-ზე და მაშინ ეს იკვეცება და რიცხველი გამოდის ასე ამის ტოლი. ანუ აქაც ერთიანი გამოვიდოდა ეს ყველაფერი ერთზე გამრავლდებოდა. ანუ ასეთ რაღაცას მივიღებდით ოქროები და რა შეგიძლიათ ახლა ყველაზე მარტივი იდეა რა არის x-ი რომ გადაგეტანათ იქეთ ეს იქნებოდა 1 - x-ი 1 შეფარდებული y + 1 შეფარდებული z-თან მე ეს გადავიდოდა იქით გამრავლებით ის x იქნებოდა y + 1 შეფარდებული z-თან უდრის 1-ს რადგანაც z გვინდა რომ ჩხილი ესე იგი z-ი აწევს დატოვეთ ცალკე ესე იგი ეს იქნება y + 1 შეფარდებული z-თან უდრის 1 შეფარდებული 1 - x-თან აქედან 1 შეფარდებული z-თან უდრის 1 შეფარდებული x-ი გამოკლებული y-ი და შესაბამისად მეგობრებო z-ი რა იქნება ნახეთ ეს რო გაერთმშველიანდება 1 შეფარდებული z-თან იქნება 1 გამოკლებული საერთო მნიშვნელი არის 1 - x-ი და 1 გამოკლებული y-ი რო გაერთმშველიანდება და -x ჯერ -y-ი ეგ არის +xy. ასეთი თემა და შესაბამისად რას უდრის მეგობრებო ახლა აქედან z-ი z-ს მოვითხოვე ან შეგვეშალოს კი ბატონო ეს ამოტრიალდება ანუ z იქნება შებრუნებული ანუ 1 - x-ი შეფარდებული 1 - y + xy. ასეთი იქნება პასუხი. კაი საწოლებელი კი არის, მაგრამ რაღაცა იდეურად ღრმა ამოცანები არ არის ახლა ეგ. აბა რა უნდა 65-ეს? მოდი დავაკვირდეთ. ხო, უკვე აქ არის მოქმედებები შესასრულებელი. ანუ ეგ არის, რა თქმა უნდა, რაციონალური გამოსახულებები, ცვლადები ხდება ნიშნაშიც, რიცხვებშიც. რა უნდა მივოქმედოთ? უნდა შევასრულოთ ახლა მოქმედება. აბა 65-ს. მოდი პირველი. კაი იყოს 7 შეფარდებული 2x - 4 - 3 შეფარდებული x + 2 - 12 შეფარდებული x² - 4. მოქმედება ახლა შესასრულებელი. ანუ წილადები შესაძლებელი და გამოსაკლები აქვს. წილადებს რომ ვუმატებთ და ვაკლებთ ოქროები ვაერთმშველიანებთ. არაფერი არ იცვლება აქაც. უნდა მოვზრდოთ მნიშვნელები საერთო მნიშვნელი. მაგრამ საერთო მნიშვნელს რა ვიღებთ ხოლმე საერთო მნიშვნელად უსუჯოს ხო და აი უცილესაერთო ჯერადი რომ ვიპოვოთ რა უნდა ვქნათ თითეული მათგანი არ უნდა დავშალოთ მავრავლებლად ხო გახსოვთ მარტო მავრავლებლად შლიდით რიცხვებს და ერთიდან იჩევდი ყველაფერს მეორედან განსხვავებულს მაგრამ მარტო მავრავლებლად დაშლა რა მამრავლებად რომ დავშალოთ ეს არის ნიშნულში არის 2 გავჩლებს x - 2 ამას არაფერი არა აქ და და აქ იქნებოდა x - 2 ჯერ x + 2. ამიგოთ ახლა საერთო მნიშვნელი რა იქნება. შეიძლება სწორი ხაზი. ნაკლებად. პირველი მნიშვნელიდან ვიღებთ ყველაფერს 2 ჯერ x - 2-ს. მეორედან განსხვავებულს და x + 2 განსხვავებულია. ხოლო მეოთხედან ახალი არაფერი არ ება. ეს გაიყოფა 2 ჯერ x - 2-ზე და იქნება x + 2 გამრავლდება 7-ზე. მე ეს გაიყოფა x + 2-ზე არის 2 ჯერ x - 2 და გამრავლდება -3-ზე. ესეთია 2 ჯერ ხო x - 2 იყო საერთო მნიშვნელს რო გაყოფთ x + 2-ს მე აგის საერთო მნიშვნელს საერთო მნიშვნელს რო გაყოფთ x² - 4-ს ან x - 2-ს x + 2-ზე რჩება 2-იანი და 2 ჯერ 12 - 24
და ასეთი სიტუაცია იქნება, მეგობრებო, უბრალოდ ახლა რიცხვს აქ გაასწორებ. 7x 7x 14 მინუს 6x პლუს 6 ესეთი ამბებია, ნუ ნიშნეს აღარ გადმოვწერ, ვიცით რაც არის 7x გამოკლებული 6x მინუს 4 და 4-ს დამატებული 6 20 გამოკლებული 4 მინუს 4 ასეთი სიტუაციაა, მეგობრებო. მოდი 65-ის მეორეც მესამე მარტივია, მარონება დაშლა. მოდი მე-4-ს გავაკეთებ ოქროები. ანუ 3 შეფარდებული x პლუს 2-თან მინუს 4 შეფარდებული x მინუს 2-თან პლუს 2x შეფარდებული x კვადრატს პლუს 4x პლუს 4-თან. ნუ ახლა აქ ისეა, მესამე წელადი აღებული იდეაში უკვე თქვენ მინიშნებას წარმოადგენს, რაც უნდა ვქნათ, უნდა გავაერთმიშნელიანოთ, მაგრამ x კვადრატს პლუს 4x პლუს 4 არის x მინუს 2 ჯერ x პლუს 2. და შესაბამისად რა გამოდის? ერთიდან ვაიღებ თავისას x პლუს 2-ს, მეორედან განსხვავებულს x მინუს 2-ს, მაშინ ეგ უკვე აღებული არ გამოდის მთლიანად მეორე წელად, მესამე წელადის მნიშვნელი, ამიტომ ახალი არაფერი არ შეგვემატება. ეს გაყოფილი x პლუს 2-ზე არის x მინუს 2, ხო? და 3 გამოვდება x მინუს 2-ზე. ეს გაყოფილი x მინუს 2-ზე არის x პლუს 2 და მინუს 4 გამოვდება x პლუს 2-ზე. და დამატებული ეს გაიყოფა თავის თავზე არის 1 და 1 ჯერ 2x 2x. წავიდა 2x მინუს 3, 3x მინუს 6 მინუს 8 პლუს 2x. ესა x პლუს 2 ჯერ x მინუს 2. და რა გამოდის? 3x მინუს 4x არის გავსი ცვალები, რომ შევაერთო, აქ გამოდის x მინუს 14, ხო? თუ არ ვცდები ასეა. კიდევ 65 ნომერია, გადავამოთ თვალი ამოხსნას, რაღაც ასეთი პირი არ უჩავს. ჩვენ გავაკეთეთ მე-4, ხო? მე-4-ში რა ხდება? 65-ის მე-4 შეასრულეთ მოქმედება და გამხსენებაც გამოვიდეთ. ძალიან დიდი განსხვავება მივიღეთ 65-ის მე-4-ში, 65-ის მე-4. ვაუ. ხო, რა ვიცი, სწორად გვაქვს გაკეთებული. ბატონო. ხო. იცოდე, ესე 3x გამოკლებული 4x არის. ხო, მინუს x მინუს x პლუს 2x და დებით. კი, სწორად. აჰა. 65-ის მე რამდენი გვინდა ახლა მეგობრებო ჩვენ? 65-ის პრინციპში ერთმანეთს ძალიან გვანან, ესე და განსაკუთრებული არა. მოდი არ გვინდა 65, მithuet ეს ბოლოში უკვე მაგნაირი ბევრია და კარგად უნდა ვიმუშაოთ. და ყურადღებით უნდა ვიყოთ. 66. რა ხდება 66-ში? ესე იგი მოცემულია პირველი გავაკეთე. 12 c5 d4-ს დამატებული 18 c4 d კუბი ასე 4x უდრის მინუს 2c d მინუს 3. ნუ თხოვენ x-ის გამოთვლას მეგობრებო. ცხადია მეგობრებო, აქ ჩვენ რომ ვიპოვოთ x-ი, ანუ
გამყოფი შეგვიძლია გასაყოფი გავყოთ გრეპს. ну минус 2cd minus 3. ასე. ну, გამიტანოთ ზემოთ ფრჩხილებს გარეთ ახლა 6 c4 d კუბი. ფრჩხილებში დარჩება 2 cd minus plus 3. ნუ ქვემოთ მინუსი გავიტანოთ. იქნება 2cd plus 3 და შევკვეცოთ. ну გამოვიდა minus 6c4d კუბი. ვფიქრობ x-ი რას უდრის, აგერ ვნახეთ მეგობრებო. ზუსტად ანალოგიურად მოვიქცევით 66-ის შემთხვევაშიც და არ მინდა ამაზე მეტი დროის ხარჯვა. 67-ე. მოდი ჩავუსრულოთ მეგობრებო, 67-ე. მოვიფიქრა. 67-ის. მოდი პირველი ნახოთ, რა სიტყვებს. ურთიერთშებრუნებული რიცხვების ჯამი არის 5, x plus 1 შეფარდებული x-თან და ესენი თხოვენ x კვადრატს plus 1 შეფარდებული x კვადრატს. ну შეგიძლიათ ეს ფორმულის სახითაც ნახოთ დაიმახსოვროთ. მეგობრებო, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ? რას ვაკეთებთ? კვადრატში აყავს ოქროები x plus 1 შეფარდებული x-თან. ამის კვადრატი ცხადია ტოლი იქნება 5-ის კვადრატის, ну რა არის პირველი წევრი კვადრატს, დამატებული გაურკეცებული ნამრავლი, დამატებული მეორე წევრის კვადრატი და ეს იკვეცება და გამოდის x კვადრატს plus 1 შეფარდებული x კვადრატთან უდრის 5-ის კვადრატს ანუ 25-ს გამოკლებული 2. ну ეგ არის 23-ის ტოლი. შეგიძლიათ აი ფორმულითაც დაიმახსოვროთ რა. თუ ურთიერთშებრუნებული რიცხვების ჯამი არის რაღაცის ტოლი, n-ის ტოლი, აი მაგალითად a plus 1 შეფარდებული 100-თან არის n-ის ტოლი, მაშინ მეგობრებო ამ შებრუნებული რიცხვების კვადრატების ჯამი ტოლი იქნება n კვადრატს minus 2-ს. ახლა დასაბუთება ფაქტობრივად აგერ არის მოცემული. ზუსტად იგივე ხდება, აი მოდი მეორეც რო დავწეროთ, აი ურთიერთშებრუნებული რიცხვების სხვაობა რომ ვიცოდე და მიკითხებოდნენ კვადრატების ჯამს. ну რატო? იმიტომ რომ შენ სხვაობა აქვს კვადრატში, თუ ჯამი აქვს კვადრატში, ნახეთ რა მიიღება. აქ ხო იქნებოდა პირველი წევრის კვადრატს გამოკლებული ორჯერ პირველი წევრი, მეორე წევრი დამატებული მეორე წევრის კვადრატი, ხო? და შესაბამისად კვადრატები მაინც იგივე გამოდის, ანუ a კვადრატს plus 1 შეფარდებული a კვადრატი, რაც გამოვიდოდა აქ რო ჯამი ყოფილიყო მოცემული, ხო? უბრალოდ ეგ ამ შემთხვევაში გადადის მინუს პლუსით. ანუ თუ თქვენ იცით რომ ურთიერთშებრუნებული რიცხვების სხვაობა არის n, მაშინ კვადრატების ჯამი იქნება n კვადრატს პლუს 2. ეს იქნება ფორმულა. მოდი ნახოთ ახლა რას გვიმზადებს 67-ის მესამე. ესე იგი ეს არის a4-ის დამატებული 1 შეფარდებული 2a კვადრატთან. აი ამას გვეკითხებიან, რას უდრისო, თუ ვიცით რომ ურთიერთშებრუნებული რიცხვების ჯამი არის 3-ის ტოლი. ну
ახლა გავიცი ვინ როგორ დაინახავს მეგობრებო. შეიძლება ზოგიერთმა ეს გააერთმიშნელიანოს და ისე დაინახოს რაღაც. მე მაგალითად აი აქ ვამჯობინებ რაშიც გვეკითხებიან, აი პატარა манипуляციებს. მაინც რას? მოდი რომ გავწყვეტოთ ახლა ეს წილადი. რა იქნება? A4 შეფარდებული 2a კვადრატთან დამატებული 1 შეფარდებული 2a კვადრატთან. ეგ იქნება A4 გაიყოფა კვადრატზე არის A2 A კვადრატი ყოფილი 2-ზე პლუს 1 შეფარდებული 2 A კვადრატი. თითქოს ახლა რა მივიღეთ, რა შეიძლება აქედან, მაგრამ ცოტა შეფარული, აი ჩვენ თუ ერთ-მეორეც გავიტანთ ჭხილებს გარეთ, აი ამას გავიტანთ ჭხილებს გარეთ, ჭხილებში რა დარჩება? A კვადრატს დამატებული 1 შეფარდებული A კვადრატი. ხო? ანუ ეს თუ ვიცით რა არის, ხო ვისწავლეთ ჩვენ ურთიერთშებრუნებული რიცხვების ჯამი თუ არის რაღაც, ამ შემთხვევაში 3, მაშინ მათი კვადრატების ჯამი იქნება 3-ის კვადრატს მინუს 2, ხო? ანუ 7 მეორეთი გამოდის მეგობრებო ეს. 3-ის კვადრატი 9, 9 მინუს 2, 7. მოდი ნახოთ მეოთხეს დაახლოებით იგივე რაღაცა საჭიროებდა 100 მინუს 1 შეფარდებული 100-თან თუ არის 2 სტოლი. მაშინ ნახეთ როგორ დაიწყება აქაც. გავწყვეტ ამწილად, აქ უფრო მარტივი დასანახი გამოდის ეგიდიაში და ამ მეექვსე ხარისხი შეფარდებული აკუბთან მინუს 1 შეფარდებული აკუბთან და ეგ არის მეგობრებო a კუბს მინუს 1 შეფარდებული აკუბთან. ამას გვეკითხებიან. მაგრამ როგორ დავთვალოთ ეს? მოდი, როგორც ურთიერთშებრუნებული რიცხვების კვადრატების ჯამი დავთვალეთ. ავიყვანოთ კუბში. ორივე მხარე. ეს იქნება პირველი წევრის კუბს გამოკლებული გასამკაცებელი ნამრავლი პირველი წევრის კვადრატისა მეორე წევრზე დამატებული გასამკაცებელი ნამრავლი პირველი წევრისა მეორე წევრის კვადრატზე გამოკლებული მეორე წევრის კუბი. 2-ის კუბი 8. მე ეს არის მეგობრებო a კუბს მინუს 3a პლუს ასე 3-ჯერ 1 შეფარდებული a მინუს 1 შეფარდებული a კუბთან ეგ არის 8. დააკვირდით ახლა მეგობრებო, აქ თუ ჩვენ მინუს გავიტანთ, მინუს 3-ს გავიტანთ ჭხილებს გარეთ, ჭხილებში დარჩება 100 მინუს 1 შეფარდებული 100-თან. კუბი 1 შეფარდებული. მაშინ რა იქნება a კუბს მინუს 1 შეფარდებული? ნახეთ. და ეგ ვიცით ჩვენ, მეგობრებო. ეს ვიცით, რომ 100 მინუს 1 მიაედი, ეგ არის რისი ტოლი? 2 სტოლი. აი აგერ. ანუ გამოდის, რომ a კუბს მინუს 3-ჯერ 2, ანუ მინუს 6, მინუს 1 შეფარდებული a კუბთან არის 8. და ანუ a კუბს მინუს 1 შეფარდებული a კუბთან 6 გადავაფლივსით არის 14 სტოლი. ნუ იდეაში აქაც შეგვიძლია ფორმულის სახით დამახსოვრება მეგობრებო. მოდი აგერ წავშლი და განაგვიჯ. რა ფორმულას გულისხმობ? ანუ თუ ვიცი ურთიერთშებრუნებული რიცხვების ჯამი რას უდრის, კუბების ჯამი რა იქნება? ამ შემთხვევაში სხვაობაა, კი ბატონო, a-1 შეფარდებული 100-თან თუ არის n სტოლი, რა იქნებოდა კუბების სხვაობა? ეს რომ კუბში ავიყვანოთ, კუბის ორივე მხარე. a კუბს მინუს 3-ჯერ ჯერ 1 შეფარდებული 100 პლუს 3-ჯერ
გამრავლებული 1 შეფარდებული 100 კვადრატთან გამოკლებული 1 შეფარდებული 100 კუბი და n კუბი, ხო? შესაბამისად, ახლა აქ რა გამოდის? a კუბს მინუს 3 რომ გავიტანეთ, ჭრილებს გარეთ დარჩა 100 მინუს 1 შეფარდებული 100-თან მინუს 1 შეფარდებული a კუბთან და ეს არის n, ანუ მინუს 3n და a კუბს მინუს 1 შეფარდებული a კუბთან არის n კუბს პლუს 3n. შეგიძლიათ ესეც ფორმულის სახით დაიმახსოვროთ, მეგობრებო. არის, მოდი ნახოთ ახლა რა არის მეხუთეში. ესე იგი, 4x კვადრატს მინუს 3xy პლუს y კვადრატი შეფარდებული xy მინუს x კვადრატს მინუს y კვადრატი. გვაინტერესებს რა სურდღის, თუ ვიცით y შეფარდებული x-თან არის მინუს 2 სწორი. თუ რა არის ახლა ყველაზე ისეთი კლასიკური მეთოდი, მეგობრებო, ამ ამოცანების ამოხსნის, ეგ არის გამოსახვა. y-ი გამოსახოთ და x-ი გადმოვიდოთ აქეთ გამრავლებით მინუს 2x-ის სახით, ანუ ყველგან ჩავსვამ აქ y-ის მაგურად მინუს 2x, ესე იგი 4x კვადრატს მინუს 3x ჯერ მინუს 2x, ანუ y-ის მაგურად ვსვამ მინუს 2x დამატებული მინუს 2x-ის კვადრატი შეფარდებული x ჯერ მინუს 2x მინუს x კვადრატი მინუს 2x-ის კვადრატი. მოდი ნახოთ ახლა რა იქნება აქ. 4x კვადრატს მინუს 3x პლუს 2x პლუს 6x კვადრატი პლუს 4x კვადრატი. ეს იქნება მინუს 2x კვადრატი მინუს x კვადრატი მნიშვნელში პლუს 2x კვადრატი. ესენი გავაბათილოთ. ზემოთ იქნებოდა 14x კვადრატი შეფარდებული მინუს x კვადრატთან მინუს 14 მივიღეთ. მეგობრებო, მოდი შევამოწმოთ ახლა იმდენად სწორად გამოვთვალეთ. რამდენი ნომერია? ვარ შევშვია და მე. შეისმე რამდენი ნომერია? 67. 67-ის მეხუთეში პასუხი არის მინუს 2. მინუს 2. და შეგვეშალა. სად შეგვეშალა? ჩასმა ხო არ შემშლია. მინუს 2 უნდა მივიღო. მაგალითის გადაწერა ხო არ შემშლია. არ შემშლია. კარგი. ნუ შეცდომას ვერ ვაგნებთ. მოთხოვა რა მაქვს მინუსი არეული და წესით. ყველაფერი სწორია. აი, ნუ თქვათ, ახლა სხვანაირად როგორ შეგვიძლია გავკეთებინა. ნუ ეგ ერთი გზაა, კიდე პირველი გზა და ვნახოთ ახლა. ეხლა მოდი ვნახოთ როგორ გაკეთებოდა მეორენაირად. შეგვიძლია, მეგობრებო, ავდგეთ და ერთგვარი პროპორციულობის კოეფიციენტი შემოვიტანოთ. აღნიშნოთ x-იც და y-იც რაღაც ესამეცვლადით. ნუ ზოგადად ამ შემთხვევაში ახლა ეგ არ არის თლად ისეთი ამოხსნა, ემრიელი ამოხსნა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ სადა და კარგი ამოხსნა გამოდის. მით უმეტეს აი შესაძლოა ეს გამოგდგომოდა აქ. ანდა როგორ სიტუაციაში, მაგალითად, y-ის შეფარდებული x-თან ყოფილიყო, თქვათ 4/3 სტოლი. ამ დროს ახლა x-ი რომ გადავიტანოთ, y უდრის 4/3 x-ი, მეგობრებო,
წილადი გამოდის, წილადებზე მოქმედებები ახლა უფრო რთული დასანახია და გონებისთვის ნაკლებად კომფორტული და კარგი იქნებოდა თუ Y-ს აღნიშნავდით 4 კათი, X აღნიშნავდით მეგობრებო 3 კათი და ესე ამოხსნათ. თუ აი სიტყვაზე თქვათ, Y-ი შეფარდებული X-თან ყოფილიყო 4/13, არ უნდა დაუშვათ გავრცელებული შეცდომა და მოდი Y-ი 4 სტოლი იყოს, X-ი 3 სტოლიაო. ნუ შესაძლოა ასეთ მაგალითებში ამა პრობლემა არ შექმნას, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო მაგალითად თავისუფალი წევრის რო ყოფილიყო, მაშინ უკვე პრობლემა იქნებოდა და არ იქნებოდა სწორი ასეთი მიდგომა. იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით Y-ი მართლა 4 არის თუ არა, იქნებ Y-ი შეფარდებული X-თან 4/13-ს რომ ვიწერე, იქნება შეკვეცის შედეგია. ამიტომ უპირიანი იქნება თუ აღნიშნავთ ასე და წილადზე მოქმედება არ დაგჭირდება, ჩასმევს გააკეთებთ და ძალიან კარგად გამოვა მაგალითი. მაგრამ შესაძლებელი მეთოდია და ალბათ მეტი მაგარი მეთოდიც ეს არის აი ერთგვაროვანი გამოსახულების idეის გამოყენება. უბრალოდ ერთგვაროვან განტოლებებში ჩვენ გვაქვს ამოხსნის ერთი მომენტი მიდგომა, რომელიც შეგვიძლია აქვე გავანებოთ. ახლა რას ნიშნავს ერთგვაროვანი განტოლება? ამაზე კვადრატული განტოლებებზე ვისაუბრებთ მერე, მაგრამ აი თუ მოდის გამოსახულება, რომლის სულ ნაწილს აქვს ერთი და იგივე ხარისხი, მაგალითად a კვადრატს მინუს 3ab პლუს 4b კვადრატი. ასეთ გამოსახულებას ჩვენ უძახით ერთგვაროვანს. იმიტომ რომ ცვლადი ნაწილი, ნახეთ ხარისხი რა არის ცვლადის, აქ კვადრატია. მართალია ახლა სხვადასხვა ცვლადები ერთმანეთზე ვერ მოქმედებენ, მაგრამ ცვლადის ხარისხი მთლიანად გამოდის აქაც კვადრატი, ხო? 1 და 1. აქაც კვადრატია. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ერთგვაროვანი განტოლებაა მოცემული. ერთგვაროვანი განტოლება გამოსახულება უბრალოდ აი რა ნულის ტოლი თუ არის ერთგვაროვანი განტოლება იქნება და ერთგვაროვანი განტოლების ამოხსნა ძალიან კომფორტულია, ესე კარგია, თუ ჩვენ ერთ-ერთი ცვლადის უდიდეს ხარისხზე გავყავთ, ან A კვადრატზე, ან B კვადრატზე. მე ახლა ამას განტოლების ჭრილში არ განვიხილავ, მეგობრებო. და მოდი აი ჩვენი გამოსახულების შემთხვევაში ავდგეთ და X კვადრატზე გავყოთ მრიცხველიც და მნიშვნელიც. წილადის მნიშვნელობა ხომ არ შეიცვლება. დავიწყოთ. 4x კვადრატიც გავყოთ x კვადრატზე მინუს 3xy-იც გავყოთ x კვადრატზე პლუს y კვადრატიც გავყოთ x კვადრატზე. მერე თითოეული წევრი გაიყოფა, ხო? მრიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ, ამით წილადის მნიშვნელობა არ შეიცვლება, იგივე დარჩება, მაგრამ რადგან მრიცხველი და მნიშვნელი მრავალწევრებია, თითოეული წევრი ამ მრავალწევრების უნდა გავყოთ x კვადრატზე. x კვადრატი გაყოფილი x კვადრატზე და y კვადრატი გაყოფილი x კვადრატზე. აბა მოდი ვნახოთ რა იქნება. ხო, აქ ეს იკვეცება და იქნება 4 მინუს აქ ეს x და x კვადრატი იკვეცება და იქნება 3 y შეფარდებული x-თან პლუს ეს არის y შეფარდებული x-თან კვადრატში. აქ იქნებოდა y შეფარდებული x-თან მინუს x კვადრატი და x კვადრატი იკვეცება არის 1 y შეფარდებული x-თან კვადრატში, მეგობრებო. აბა მოდი ახლა ვნახოთ, გადა არ ვიცით y შეფარდებული x-თან რა არის 4-ს მინუს 3-ჯერ მინუს 2 y შეფარდებული x-თან კვადრატში ესა მინუს 2-ის კვადრატი, მეგობრებო. მერე y შეფარდებული x-თან მინუს 2 მინუს 1 და y შეფარდებული x-თან კვადრატში, ანუ მინუს 2-ის კვადრატი. აქ შეცდომა მქონდა დაშვებული. ვერ მივაგებია ხა მინუსი არ უნდა მქონდა, უნდა ხო პლუსი არ უნდა მინუსი. შესაბამისად, მეგობრებო, აქ გამოდიოდა მინუს 5 და ასე იგი მინუს 14 მეხუთედი გამოდის.
და -2 საიდან გამოდის? აბა მოდი ნახოთ, იქნება კიდევ სადმე მქონდა შეცდომა. აქ უფრო კარგად ჩანს ახლა x-იც რომ იყო ამერია რაღაც თვალში. აბა მოდი ნახოთ. წავიდა 4-ს დამატებული 6 დამატებული 4. ქვემოთ -2 -1. აგერ გამოჩნდა კიდე ერთი შეცდომა. 2 არა მიყვანია კვადრატში. აჰა, -4 უნდა. კი ბატონო, -7-ია და შესაბამისად -14 გაყოფილი 7-ზე იქნებოდა -2. და აქ უფრო კარგად ჩანს. -4 იქნება, ზემოთ არის 14, ქვემოთ არის -7 და რა თქმა უნდა, რაც უფრო თვალისთვის მარტივ სიტუაციას დაწერთ, მეგობრებო, მით უფრო ნაკლები რისკი გექნებათ მექანიკური შეცდომების დაშვების. და ზედა მეთოდშიც რა მქონდა გაპარული შეცდომები, იმასაც მივაკეთეთ. მე-6 ამოცანა ახლა რამდენად განსხვავებულია, მეგობრებო? არ არის ეს განსხვავებული იდეაში. მაგრამ მოდი დავწეროთ. მაინც არ შეგვექნას დაბრკოლება მის გადაწყვეტაზე. გადავწეროთ მაგალითი და დავუკვირდეთ რა არის მოცემული. ესე იგი, ვიცით z-ი შეფარდებული x-თან და ვიცით x-ი შეფარდებული y-თან. ახლა აქ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ყველაზე ჭკვიანური რა იქნება? აი, რომელცლაცაც მეტი ინფორმაცია გაქვთ, იმით გამოსახოთ დანარჩენი. რომ 3 ცვლადია და ალბათ 2-ის გამოსახვა მოგვიწევს 1-ით და x-თან არის z-ი დაკავშირებული და z-ი იყო -3x და x-თან არის y-იც დაკავშირებული, ანუ აქედან x-ი უდრის 2y-ს, მაგრამ მე x-ით მინდა გამოსახო y-ი, ანუ y იქნება 1/2 x. ეგ არ გაგიკვირდეთ, მეგობრებო, ასე რომ ვიქცევით, იმიტომ რომ ერთი ენა გქონდეს სამუშაო რა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაგრამ არ მინდა ასე გაკეთება. ანუ z-ის მაგივრად ჩავსვამდი -3x, y-ის მაგივრად 1/2x, არ მინდა და მოდი ისევ x²-ზე გავყოთ, ერთგვაროვანი განტოლება არის, მოდი ვნახოთ. აქ ცვლადის ხარისხი კვადრატია, აქაც კვადრატია, აქაც კვადრატია, აქაც კვადრატია, კვადრატია, კვადრატია. დიახაც არის ერთგვაროვანი გამოსახულება. მოდი გავყოთ რიცხველის დამნაშველიც x²-ზე, ანუ 2y-z გაყოფილი x²-ზე პლუს x² გაყოფილი x²-ზე მინუს 3xy გაყოფილი x²-ზე, ნახეთ ახლა როგორ გამოვენებთ აქ y² გაყოფილი x²-ზე მინუს 2xz გაყოფილი x²-ზე მინუს 2z² გაყოფილი x²-ზე. აქ რა იქნება ახლა? აი აქ ასეთი მანევრი შეიძლება ჩავატაროთ, აი. ეგ არის y-ის შეფარდებული x-თან დამრავლებული z-ის შეფარდებული x-თან. არ არის განა ასე? x² x-ში ხოა, მერე დამატებული 1 x²x²-ს კვეთს, მერე აქ x-ი x²-ს კვეთს და მინუს 3-ჯერ y-ი შეფარდებული x-თან. მერე აქ y-ი შეფარდებული x-თან კვადრატში. აქ მინუს 2-ჯერ z-ი შეფარდებული x-თან. ქვემოთ 2-ჯერ z-ი შეფარდებული x-თან კვადრატში. აბა შევიტანოთ ახლა მნიშვნელობები. რა იქნება? 2-ჯერ y-ი შეფარდებული x-თან, y-ი შეფარდებული x-თან, მართალია ჩვენ x-ი შეფარდებული y-თან გვაქვს, მაგრამ აქედან განა y-ი შეფარდებული x-თან ვერ დავთვლიდით? ეს 1/2-ი არ არის? ანუ ამის მაგივრად შევიტანთ 1/2-ს. გამრავლებული z-ი შეფარდებული x-თან, ეგ არის -3 პლუს 1 მინუს 3-ჯერ y-ი შეფარდებული x-თან აგერ გვაქვს გამოსახული 1/2-ია, მერე ქვემოთ y-ი შეფარდებული x-თან 1/2-ია და კვადრატში გვექნება მინუს 2-ჯერ z-ი შეფარდებული x-თან ეგ -3 მინუს 2 გამრავლებული z-ი შეფარდებული x-თან, მეგობრებო, გამოდის ხო -3-ის კვადრატი. ახლა მაინც
თქვათ ლამაზი არ გამოვიდა ეს წილადები გაერია, ხო? რა იქნება -3 -3 დამატებული 1 -2 -3 მეორედი, ხო? შეფარდებული ეგ არის 1/4 -2 ჯერ -3 და ეგ არის დადებითი 6 -3 კვადრატი 9 9 ჯერ -2 -18, ხო? ზემოთ გვაქვს მინუს რამდენი იქნება გადავაქციოთ ეგ რაც ესეად იყოს ეს -7 მეორედი გამოდის, ხო? კი ბატონო, შეფარდებული. ქვემოთ რა იქნება? ესა 1/4-ს გამოკლებული 12, ხო? ეს იქნება -11/3 და ამასაც არაწესიერ თუ გადავაქცევთ -4 ნიშნოში და 47. რაღაცა ხო არა ურია კიდე ანგარიში მეგობრებო. მოდი უცებ ჩავხედოთ პასუხს არის. ამჯერად არა გვირევია. უარყოფითი შეიყოფა შეიკვეცება და ეგ რა გამოდის 7 მეორედი უნდა გავამრავლო შებრუნებულზე ნიშნველის, ანუ 4/47-ზე. გამოვიდა 14/47. კი ბატონო. ასე არის ეს. ნუ საკმაოდ საინტერესო გამოდგა ეს ნომერი მეგობრებო. მოდით ახლა ქვემოთ ვნახოთ რა ხდება 62. აბა ვნახოთ რა უნდა 68-ს. ესე იგი, მოდი აქ -1-ები რო არის, ბარემ გადმოვიდა გადმოწერის დროს ეს იქნება 1 შეფარდებული 100-თან პლუს ფეც ესა 1 შეფარდებული b პლუს c-სთან, ასე, მერე 1 შეფარდებული 100-თან მინუს 1 შეფარდებული მთლიანად b პლუს c-ს აზის თავზე მეგობრებო -1 და ამიტომ b პლუს c-ს მთლიანად ვადრიალებთ. გამრავლებული 2a-c ეგ უნდა გამოვთვალოთ თუ a პლუს b პლუს c უდრის 5-ს. ნუ 2 რიცხვის ჯამი გროვდება ასევე სხვაობაზე. რა შეიძლება გავაკეთოთ? შეიძლება მეგობრებო ახლა b პლუს c თავიდანვე აღვნიშნოთ ასე 5-10 და ერთსვლადიანი გამოსახულება დავაჯინოთ. შეგვიძლია გავაერთმშველიანოთ მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ ალბათ ეგ კარგი დანახვა ახლა რაც გავაკეთეთ. ანუ გამოსახულება მიიღებს ასეთ სახეს. ასე შეფარდებული 100-თან მინუს 5 მინუს a. ნორმალური 2-5. მოდი, გავაერთმშველიანოთ ახლა მრიცველიც და მნიშვნელიც. a ჯერ 5 მინუს a იქნება მრიცველი საერთო მნიშვნელი. რომ გაერთმშველიანდება ეს საერთო მნიშვნელი გაიყოფოდა a-ზე იქნებოდა 5 მინუს a. ეს საერთო მნიშვნელი გაიყოფოდა 5 მინუს a-ზე იქნებოდა a. ქვემოთაც a ჯერ 5 მინუს a გამოდის საერთო მნიშვნელი დაიყოფა a-ზე არის 5 მინუს a. ეს გაიყოფა 5 მინუს a-ზე არის a და გავრავლებული 2a მინუს 5. ნუ რა გამოდის? ეს და ეს შეიკვეცება ფაქტობრივად წილადებს თუ ყოფ ერთმანეთზე ხო მოტრიალდებოდა ესე. ეს რაღაც აბათილებს მრიცხვაში 5 დამჩა, ნიშნელი 5 მინუს 2-ია და ეგა 2a მინუს 5. ამას ხო ერთი ეგულისხმება ნიშნაში და დააკვირდით ეს და ეს მოპირდაპირე რიცხვებია. ანუ შეგვიძლია ესენ პირდაპირ შევკვეცოთ, ოღონდ ერთგან 1 დავტოვოთ და მეორედან -1. ანუ მოპირდაპირე რიცხვებს ერთმანეთზე რომ ყოფ, აი 5 და ასე -1 თუ აქ -1 დარჩებოდა, თქვა. -5 და 5 რომ შევკვეცოთ. შესაბამისად პასუხი იქნებოდა 5 გაყოფილი -1-ზე, ანუ -5 მეგობრებო. დიახ, სწორად გამოვიდა. მოდი ნახოთ ახლა 69 რას გვიმზადებს. კარგი, მოდი 69-ს დავამთავროთ და ჩვენი ვიდეო აქ გავწყვიტოთ.
მოდი შევასრულოთ 4-ვე გავაკეთოთ 79-ს. ცოტა სწრაფად გავაკეთებ, ეს არის, იდეურად არ გასხვავდება 79 და 70 ერთმანეთისგან, უბრალოდ 70-ში უფრო მეტი მაგალითია წარმოდგენილი და მოდი 79 ახლა ვიმშევოთ, ვილაპარაკოთ, რა ხდება, რა იქნება. მოდი გადავწეროთ. მოდი არ გადავწერ პირდაპირ მაგალითს და რას ვიზამ. როგორც თუ გახსოვთ, თოფურიას ჰქონდა წილადების გრძელი მაგალითები რომ არის და იქ მოქმედებებად ვაკეთებდით, ხო? თუ ხართ ნამუშევარ თოფურიადან, არ ვიცი ახლა რომელი ლიტერატურიდან გადიოდით, ალბათ არის სხვადასხვა ლიტერატურაში მსგავსი მაგალითები, აქაც შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთოთ. აი მაგალითად ახლა, რადგან გამრავლებაა, მაინც მოგიწევთ გაერთმშველიანება ამისიდან. მოდი, პირველი ფრჩხილი რა იქნება? პირველი ფრჩხილი იქნება a კვადრატს მინუს 1 შეფარდებული a-სთან, ხო? რომ გაერთმშველიანდება. კაი. მეორე ფრჩხილი რა იქნება? მეორე ფრჩხილზე, აი, ცალკე რო ვისწროთ, ახლა ეს პირველი მოქმედება. მეორე მოქმედება, ანუ ეს პირველი ნომრის პირველი მოქმედება. მეორე მოქმედება იქნებოდა, აი, გვეზრუნა ცალკე ამაზე. ამაზე. ერთმომნიშნელი იქნება a-1 ჯერ a+1. ეს გაიყოფა a-1-ზე არის a+1, გამრავლდება 1-ზე არის a+1. საერთომნიშვნელელი გაიყოფა a+1-ზე გამრავლდება, ნახეთ, -1-ზე გამრავლდება, იქნება -a-1. მერე a-1 ჯერ a+1 გაიყოფა რაზე? ერთიანი ეგულისხმება, ხო? ერთიანს. ანუ არაფერზე, ესე იგი თვითონ დარჩება თავისი თავი და გამრავლდება -1-ზე, ანუ -a-1 ჯერ a+1 მეგობრებო. ასეთი ამბავი. კარგი. მოდი გამოვთვალოთ ახლა ეს რა დაგვრჩა. მოდი გავხსნათ ფრჩხილები, არ დავუშვათ მექანიკური შეცდომა, აქ მერე მინუს. ეგ ხო a კვადრატს -1-ია და წინ მოდი გაიგოს ასე კვადრატს -1. წინ მინუსი ქონდა ფრჩხილს. აქ ქვემოთ a-1 ჯერ a+1. და აბათილებს ერთმანეთს და ზემოთ რჩებათ რა? ნახეთ, 2-ს გამოკლებული a კვადრატი დამატებული 1. შეფარდებული a-1 ჯერ a+1. აი, მოდი ახლა დავწეროთ, ანუ ეგ იქნებოდა ზემოთ 3 - a კვადრატი და ანუ მესამე მოქმედება რა იქნება? პირველი წილადი რაცა a კვადრატს -1 მეაედი გამრავლებული 3 - a კვადრატი შეფარდებული a-1 ჯერ a+1-თან და მოდი ბარემ გადმოვიტანოთ აქ რაც არის ეს 5a შეფარდებული 3 - a კვადრატი. და იკვეცება აქ. ნუ რა მნიშვნელობა აქვს რომელი წილადის, რომელ რიცხვს, რომელ ნიშნულზე შეკვეცავ, თუ სულ გამრავლებებია. ეს განაღას არ კვეცავს მთლიანად, დიახ. ახლა დააკვირდით ამ გამოსახულებას აქ 3 - a კვადრატი, 3 - a კვადრატი, ხო? კვეცენ ერთმანეთს. და დარჩა მარტო 5-იანი. დავამოწმოთ, დიახ, 79-ის პირველში არის 5-იანი. კარგი, გავაგზავნოთ. 79-ის მეორე მეგობრებო. აქაც მოდი ჯერ პირველ ფრჩხილზე ვიმუშაოთ. და პირველ ფრჩხილში თვითონ ფრჩხილია და ეს ხო გაერთმშველიანდებოდა, m-ი იქნებოდა, ხო, საერთომნიშვნელელი აქ. m-ი გაიყოფოდა n-ზე არის m-ი, გამრავლდებოდა m-ზე m კვადრატი. მერე m-ი გაიყოფოდა n-ზე არის n-ი მინუს n კვადრატი. გაყოფილი, მოდი გაყოფა გამრავლებით შევადრიალოთ, ახლა გამრავლებული ზემოთ იქნება n-ი, ქვემოთ იქნება n + n. ახლა მას რა ვუყურებთ? ეს n-ი ამას გიკვეთს, ერთი დარჩება, მაგრამ m კვადრატს მინუს n კვადრატი ხო არის m - n ჯერ m + n-ი, მეგობრებო. გემი დარჩა ერთი შეფარდებული m + n-თან და ეს ხო იკვეცება ამასთან. ანუ m - n-ი შეფარდებული m-თან. ასეთი რაღაც დარჩა. ახლა ეგ იყო პირველი მოქმედება. მეორე მოქმედება რა არის?
მეორე მოქმედება არის, მეგობრებო, აი მეორე ფრჩხილს რომ მივხედოთ ახლა, ეგეცგან ეს მნიშვნელიანდება, საერთო მნიშვნელი არის m-ი გაყოფილი n-ზე m ჯერ m კვადრატი პლუს n კვადრატი მინუს m-ი გაყოფილი 2-ს მნიშვნელად 1 ეგულისხმება 1-ზე არის m-ი და გამრავლებული -2-ზე -2 m-ი და ნუ ეგ m minus n-ის კვადრატია ხო მეგობრებო და გაიქნება თუ ასე დავწერთ. გაიქნება და მესამე მოქმედება. ანუ პირველი წილადი რაც არის აქ m-ს minus n-ი შეფარდებული m-თან უნდა გავყო მეორე წილადზე m-ს minus n-ის კვადრატი შეფარდებული m-თან და გაყოფა არის შებრუნებულზე გამრავლება, ხო? გამრავლებული m-ი შეფარდებული m-ს minus n-ის კვადრატი. ესენი შეგვეცება კვადრატები m-თან იკვეცება და ზემოთ n-ი დარჩებოდა, ქვემოთ m-ს minus n-ი მეგობრებო. 69-ის მეორე. კი ბატონო, სწორი. მოდი ნახოთ 69-ის მესამე. ისე მოდი აი პირველ ჩხილს მივხედოთ ახლა აქ. საერთო მნიშვნელი იქნებოდა მეგობრებო 2y კვადრატი. 2y კვადრატი გაყოფილი 2y კვადრატზე 1-ია 1-ჯერ x კვადრატი x კვადრატი. 2y კვადრატი გაყოფილი 2-ზე არის y კვადრატი y კვადრატი ჯერ 1y კვადრატი. გაყოფილი y-ზე არის 2y, გამრავლებული x-ზე 2xy. კარგი. და პირველი ჩხილიდან გამარტივდება თქო ეს შეგვიძლია ხარისხად წარმოადგინოთ x + y-ის კვადრატია. ახლა ეს იყო პირველი მოქმედება ამ მესამე მაგალითში. მეორე მოქმედება. ამას ვიხედოთ. რა არის საერთო მნიშვნელი? საერთო მნიშვნელი არის პირველი წილადიდან ავიღოთ მნიშვნელი, მეორე წილადიდანაც, ანუ უსუჯი უნდა ვნახოთ, ხო? უსუჯი იქნებოდა თვითონ ამ მნიშვნელების ნავრალი. ახლა x + ანუ ეს ნავრალი გაყოფილი x + y-ზე არის x + y და y-ზე უნდა გავამრავლო, ხო? y-ზე უნდა გავამრავლო x + y. მერე -y-ზე უნდა გავამრავლო x - y. მოდი გავხსნათ ჩხილები yx + y კვადრატი minus yx + y კვადრატი შეფარდებული x - y x + y. x-y-ები ბათილდება და გამოვიდა მეგობრებო 2y კვადრატი გამრავლებული x - y ჯერ x + y. და მესამე მოქმედება. ანუ ეგ პირველი წილადი რაც მივიღეთ მეგობრებო უნდა გავამრავლოთ მეორე წილადზე x - y ჯერ x + y-ზე. ეს ფიანტი იკვეცება და აქ ესეც x + y იკვეცება აქ x + y-ს ანუ x + y რჩება ერთი ცალი ზემოთ კვადრატი იყო მანამდე ხო? ერთი შევკვეცე შეფარდებული x - y-თან. ეს არის 69-ის მესამე და კი ბატონო ასე არის სიტუაცია. და მოდი ბარემ მეოთხეც გავაკეთოთ ოქროები 69-ის მეოთხე ვნახოთ რა სიტყვებს. ეს არის 3a - 2b კვადრატში პირდაპირ გაერთმშრალიანება. მოდი დავაკვირდეთ ახლა. წესით ხო პირდაპირ და გავაერთმშრალიანოთ და დავწეროთ იკვარი. ნახოთ ოქროები რამე ხო არ შველის ამას შედარებით გამარტივება ხო არ ხდება. 4-4-ab 3 არის პლუს 2b. აი მოდი ეს პირველი მოქმედება გავაკეთოთ აქ. ასე პირველი მოქმედება ამ მეოთხე მაგალითში. მოდი ავიღოთ ეს კვადრატში რა იქნება 9 კვადრატს გამოკლებული გაურკეცებული ნამრავლი, ანუ 3a ჯერ 2b 6ab და 2-ზე 12ab დამატებული 4b კვადრატი პლუს 24ab 3a პლუს 2b არის. კარგი. დაგვიდით ეს და ეს მსგავსი წევრებია, იმოქმედებენ ერთმანეთზე და პლუს 12ab დარჩება. ეს მეგობრებო, თუ კარგ დააკვირდებით, უკვე არის ზუსტი კვადრატი.
3a + 2b ზუსტი კვადრატია. იმიტომ რომ 9 არის 3a-ს კვადრატი, 4b კვადრატი არის 2b-ს კვადრატი და 12ab არის მათი ხალხեցებული, ხო? და თან პლუსი, ანუ ჯამი იქნება. რა გამოვიდა, ხედავთ, ეს იკვეცება ამაზე და გამოვიდა 3a + 2b. ახლა მოდი ვნახოთ მეორე მოქმედება რა იქნებოდა. 3a + 2b-ს კვადრატს აქდება 24ab. აჰა, პირიქითა ესე იგი აქ. და 3a-ს - 2b არის მეგობრები. აი, იგივენაირად გაამარტივებდით და აღმოჩნდებოდა, რომ მრიცხველი გამოდის 3a-ს - 2b-ს კვადრატი. აი, ზუსტად იქ აშლიდი 12ab-ს, აქ გამოაგდებოდა 24ab, იქნებოდა -12ab და გამოვიდოდა მრიცხველი 3a-ს - 2b-ს კვადრატი. ეს იკვეცება და გამოვიდა 3a-ს - 2b. რა არის მესამე მოქმედება? ანუ პირველი მოქმედების შედეგს 3a-ს + 2b-ს დაემატება მეორე მოქმედების შედეგი 3a-ს - 2b. 2b ბათილდება, 3a არის 6a. მოდი ჩავხედოთ მეგობრებო 69 დიახ. და მოდი ამით დავამთავროთ ახლა კონკრეტული ვიდეოს ჩანაწერი და გავაგრძელებთ შემდეგ ბოლო ვიდეოთი დავასრულებთ უკვე მეოთხე თავს.